ეს პირუტყვი, რომელიც ახლა თქვენს ეკრანზე ჩანს, ელექტროენერგიის დარტყმის შედეგადაა დახოცილი. შემთხვევა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში 27 აპრილს დაახლოებით დილის 11 საათიდან 12 საათამდე მოხდა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ 6 სული შინაური პირუტყვი იმსხვერპლა. საკუთარ გამოვარეკინე მივედი სახში გავიგე ისოლა ამერიკა ტელეფონზე რომ ასე და ასია საკუთარ ნახე საკუთარი. საკუთარი ნახე და თქვენი არის და ერთი სული იყო ჩემი. დანარჩენი მეზობლების ხო? შემთხვევის შედეგად 3 ოჯახი დაზარალდა. მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი სოფელ მანდაეთში მცხოვრებმა უშანგი კაპანაძემ მიიღო. მას 4 სული შინაური პირუტყვი დაეხოცა. უშანგი კაპანაძე ამბობს, რომ დაახლოებით 8000 ლარის ზარალი მიიღო. ხაზი, რომელიც დამზვარია თვითონ იხედებით, დამზვარია კრუჩოკი ჩამოარნილი და ამ კრუჩოკ ხაზზე, რომელშიც 10000 ვოლტი გადიოდა, არა? მიეძენ საქონელი და ერთი რომ მიედო დაიწყო ყვირილი საქონელმა, დანარჩენიც მოსვინდა და ერთად ჩემი ოჯახიდან 4 სული საქონელი დამეღუპა. დანარჩენი მეზობლების 2 სული არის. 8000 ლარი. 4 საქონელიდან 8000 ლარი არის ზარალი. შემთხვევას ერთი თვითმხილველიც ყავს. წყემსი, რომელიც ნახირს მწყემსავდა. მოვაბრუნეთ საქონელი, გამოვაბრუნეთ იქიდანა. წაიდე და მეუთხარი, ეს დაცვილი საქონელი ეკანა მგელმა ხوار გამოდაგვიღადრა ეს საქონელი მეთქი მეუთხარი. გაიქეცი დედიკო მეთქი მეუთხარი და წამევიდე ეგოგოი. წამევიდე ეს გოგო იმას ეცრულა ქვაი და არ გეინძრა ის. შემთხვევის ადგილზე დაზარალებულ მოსახლეობას კომპანია ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლები შეხვდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა ზარალის შესწავლის შემდეგ მისი ანაზღაურების პირობა დადეს. ენერგოპრო ჯორჯიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით შემსწავლელი კომისია საკითხის ადგილზე დაუყოვნებლივით ჩასული კომპანიის ტექნიკური და უსაფრთხოების სამსახურები. ამ კომისია შეიცავს აღნიშნულ ფაქტს და კომისიის დასკვნის შემდეგ უკვე გახდება ცნობილი თუ როგორი მოქმედებს კომპანია. პირველადი შეხედულებით ეს არის უამიდობის გამო ხაზია ჩამოწყვეტილი და ამ დროს მოხდა ეს საქმე პირუტყვი ამ ხაზის ქვეშ და მოხდა ესეთი შემთხვევა. ჯერჯერ ზუსტ ვადებს ჩვენ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კომისია ახალი შექმნილია, ფაქტი ახალი მომხდარია, ჯერ უნდა იმიტიროს კომისიამ თუ რა მოხდა რეალურად და თუ დადგინდება რომ კომპანიის ვალეულობა იყო ამ შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში უკვე მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას რეალობაში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ადგილზე გავეცანით სიტუაციას და მინდა ასევე განვაცხადო, რომ ჩვენ ეს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც გამგეობას, საკრებულოს, ტერიტორიულ ორგანოს წარმომადგენელს კონტროლზე გვექნება ეს საქმე აყვანილი, რათა ობიექტურად მოხდეს ზარალის შეფასება და მოსახლეობა სრულად აუნაზღაურდეს ის ზარალი, რაც მათ მიადგა ენერგოკომპანიის არასრულად გადაგამართავი მუშაობის გამო. მოგვიანებით შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ენერგოპრო ჯორჯიას დირექტორის სახელზე ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით განცხადებები დაწერა. რა ვადებში და როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია. ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან განსხვავებული აზრის პატივისცემა და მის მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ღირსეული მთავრობის ვალდებულებაა. ასე აფასებს თამარ კორძაია ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტის მიღების პროცესს. პარლამენტარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას და სახალხო დამცველის რეკომენდაციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი მხრიდან არსებულ შენიშვნებს იზიარებს. მისი თქმით, შესაძლებელია კანონში ისეთი დებულებების შეტანა, რომლებიც უმცირესობის უფლებებს უფრო ეფექტურად დაიცავს. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში სამშაბათს 29 აპრილს გაიმართება და თამარ კორძაია აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს. ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც ისინი არიან და არა ისეთები, როგორიც ჩვენ გვინდა. ამიტომ განსხვავებულის პატივისცემა და მის მიმართ ასე ვთქვათ ძალადობის აღმოფხვრა ეს არის ნებისმიერი ღირსეული ხელისუფლების ვალდებულება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ. რაც შეეხება თვითონ კანონის ცვლილებას, რა თქმა უნდა, კანონი იმიტომ მიიღება სამი მოსმენით და სამჯერ იმიტომ იხილავს ერთი და იმავე კანონს პარლამენტი, რომ ყველა მოსმენაზე მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, განხილვის ეტაპები და ცვლილების შეტანის შესაძლებლობა.
კანონი ახლა არის მეორე მოსმენის ეტაპზე, სადაც რა თქმა უნდა შესაძლებელია შევიდეს ცვლილებება, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას და სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, მე როგორც პარლამენტის ერთი წევრი ვიზიარებ აბსოლუტურად ამ შენიშვნებს. მიმაჩნია, რომ კანონში შეიძლება შევიდეს დებულებები, რომლებიც უფრო ეფექტური იქნება უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების ნაწილი ანტიდისკრიმინაციულ კანონში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმების გათვალისწინებას ითხოვს. როგორც 40-მდე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არსებული ვერსიით პროექტის მიღება საკანონმდებლო რეალობას არ ცვლის. ის მხოლოდ უმნიშვნელოდ აფართოებს სახალხო დამცველის კომპეტენციებს. დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი კი არ გახდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციის ნიშნები აღნიშნული იყოს კანონმდებლობაში, კი საქართველოს კონსტიტუციაში არ არის ჩამონათვალი, თუმცა კონსტიტუცია გრძალავს დისკრიმინაციას მოქალაქეების, თუმცა ასევე კონსტიტუცია ადგენს გარკვეულ ჩარჩოებს და ამ ჩარჩოების გაწერა შემდეგ შესაბამის კანონმდებლობაში ხდება. ასევე იგივე ლოგიკით შეიძლება ვთქვათ, რომ მაგალითად ევროპულ კონვენციებში არ გვინდა ესეთი ტიპის ჩამონათვალი, ხო, მაგრამ ეს არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ დეკლარირებას ვუკეთებთ იმას, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა, მათი სქესის, მათი რელიგიური ესე იგი დამოკიდებულებებისა და გრძნობების, მათი პოლიტიკური დამოკიდებულებების და მოსაზრებების, მათი სოციალური მდგომარეობის და სხვა ნიშნების მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომელიც საუბრობს თანასწორობის პრინციპებზე, ეფექტური რომ იყოს იქ დაწესებული სტანდარტები და პრაქტიკაში იმუშაოს თანასწორობის პრინციპმა აუცილებელია დისკრიმინაციის შესახებ კანონპროექტი შეიცავდეს ეფექტურ მექანიზმებს და ჩვენი აზრით ესეთი ეფექტური მექანიზმი თავდაპირველ კანონპროექტში ეწერა და შემდეგ ამოღებული იქნა და ეს არის ჯარიმა და ეს არის გავრცელებული, აპრობირებული სანქცია ასეთ ტიპის დარღვევებთან მიმართებაში და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ მხოლოდ დეკლარირებული ხასიათი რომ არ ქონდეს აღნიშნულ კანონპროექტს და მან მართლაც მიაღწიოს ეს მიზანი, რა მიზნითაც წესით უნდა ხდებოდეს მისი მიღება, მაშინ საჭიროა ეფექტური მექანიზმების ჩაწერა. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მიმართვის გამავრცელებელი ორგანიზაციები პროექტიდან დისკრიმინაციის ჩამდენი პირის ან დაწესებულების მიმართ ჯარიმის გამოყენების მექანიზმის ამოღებაზე გამოთქვამენ. მათი თქმით, ამ პუნქტის გარეშე კანონის მიღება დაუშვებელია. ორგანიზაციები და რელიგიური გაერთიანებები ხელისუფლებას შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. ასოციაცია ჰორიზონტის ინიციატივით და მხარდაჭერით აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ისტორიულ ტაოკლარჯეთს სტუმრობდა. მათ თურქეთის საზღვრებში მოქცეული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები მოინახულეს, მათ შორის იშხანი, სადაც საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტაძრის არესტავრაციო სამუშაოებს თურქი და ქართველი სპეციალისტები ახორციელებდნენ. ასოციაცია ჰორიზონტის ეგიდით ჩვენ მოვინახულეთ მდინარე ჭოროხის აუზი, ტაოკლარჯეთის ისტორიული ტაოკლარჯეთის რეგიონი, ნახეთ იშხანის მონასტერი, სამუშაოები რაც მიმდინარეობდა, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, აი თავდაპირველად პირველი სამუშაოები როცა დაიწყო გასულ წელს იქაც მაგ პერიოდში მოგვიწია იქ ყოფნა, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა სრულყოფილად მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება გაგრძელდება და დასრულდება და იშხანი ისეთ დონეზეა ჩემი აზრით გაკეთებული, რომ მე როგორც დაუშვათ რიგითი ქართველი, როგორც მომლოცველი პილიგრიმი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჩავდივარ, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღდგენილ ტაძრად არის მიჩნეული. ჩვენ ნახეთ ხანძთის ტაძარი, ოპიზა, ის ოშკი და სამწუხაროდ მე გული მეტკინა განსაკუთრებით ხანძთაზე, იმიტომ რომ მის დიდებული კომპლექსი რაც იყო მე-10 საუკუნიდან მოყოლებული, ხო? ფაქტიურად განადგურებულია და ჩამონგრეულია.
ყოველდღიურად იშლება, ყოველდღიურად ეცლება ის თითო ქვა და თითოეული ნაღვაწი რაც გაკეთებული იყო და ამჟამად გუმბათი თითქმის ნახევარზე მეტი უკვე ჩამოშლილი და ჩამონგრეული. ასევე ცუდ მდგომარეობაშია ოშკეცი. ამ ადგილზე პირველი ეკლესია მე-7 საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია მე-9 საუკუნის პირველ ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. მე-10 საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1022 წელს ბაგრატ მეოთხის მეფობის დროს ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაიძის ხელში მიიღო. იმ ტაძრებიდან განსხვავებით, რომლების ვიხილე და სამწუხაროდ ესეთ მდგომარეობაშია, რომ ჩამოშლილი პირასაა და რამდენიმე წელს შეიძლება განადგურდეს კიდეც, განსხვავებული ვითარებაა იშხნის ტაძარში, რომლის კონსტრუქცია თითქმის აღარ არის საშიშროების წინაშე, იმიტომ რომ აღდგენილია, რესტავრირებულია თურქეთის ტერიტორიის და მთავრობის მიერ და ყველაზე გასაოცარი და გასაკვირი და გასახარი ის არის, რომ ის სიძველეები, რაც ტაძარს ნანგრევების შემდეგ და ჩამონგრის შემდეგ და დაზიანების შემდეგ შემორჩა, არ არის გადასხვაფერებული და შეცვლილი, ისევ დარჩენილია, ასევე არა მარტო სვეტები, არა მარტო გუმბათი, ასევე შიგნით მოხატულობა და ფრესკები და ეს გასახარია ჩვენთვის, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ კიდე რამდენიმე წელს და რამდენიმე საუკუნეს გაუძლებს ასეთი უნიკალური ძეგლი. იშხანის თავდაპირველი ნერსისეული ტაძრისგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი სვეტებზე თაღების მწკრივით. ქართულმა ექსპედიციამ 2011 წელს მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერები აღმოაჩინა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე დრთატისძე, შესაძლოა ტაძრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი. რაც ჩვენ ნახეთ რესტავრაციის ბოლოს სტადიაში, რაც ნახეთ, ძალიან კარგად არის აღდგენილი ყველაფერი. თვითონ ტაძარი არის გადახურული, რესტავრირებული, ესე საბედნიეროდ იქ ნამდვილად აღარ არის იმის საშიშროება, რომ ჩამოინგრეს ის კედელი. ნამდვილად აღარ არის საშიშროება, რომ ის ფრესკები, რომელიც უნიკალური ფრესკებია იშხანის კომპლექსში შემორჩენილი, წყალმა გარეცხოს და აზიანოს და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმასთან შედარებით თუ რაც იყო იშხანი, ჩვენ დაახლოებით 10 წელია, რაც რეგულარულად დავდივართ ამ რეგიონში, იშხანი მდებარეობს შავი ზღვის რეგიონში, თურქეთის ტერიტორიაზე, იუსუფელის რაიონშია. ეს ძალიან საინტერესო ძეგლი არის და უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ქვები, რომლითაც მოხდა რესტავრაცია ამ ტაძრის, ალბათ მიიღებს ისეთივე ფერს, მოხდება მისი ფერის შეცვლა და ნამდვილად ის არ იქნება უგემოვნოთ აღდგენილი, ნამდვილად არ არის. იშხნის ტაძარი ორნამენტების მრავალფეროვნებით და სიმდიდრით უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი მე-11 საუკუნის პირველი ნახევრის მხატვრობის ფრაგმენტებია. დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული და მესტიის სახარება. ამბერკი იშხნელის დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1223 წლით დათარიღებული ხელნაწერი. გარდა იშხნის მთავარი კომპლექსისა, ასევე არის გვერდზე გურგენ მეფის ტაძარი, ესე არის ცნობილი, რომელშიც არის ძალიან საინტერესო ბარელიეფი, რომელიც ესე იგი უნივერსიტეტის სიმბოლიკაშიც არის გამოყენებული და ეს ტაძარი, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, დაზიანებული იყო და ჩვენ არაერთხელ როცა ამ ტაძარში მოხვდით, იყო იქ შინაური ცხოველები, ძალიან რთული მდგომარეობა იყო, წყალი შედიოდა, დღეს ძალიან კარგად არის აღდგენილი და ასე რომ ვთქვათ, დაცულია და შეიძლება ესე ვთქვათ, ახლა ჩვენ რაც წინასწარ ინფორმაცია გვაქვს იშხანის საბოლოო დასრულების შემდეგ, როცა რესტავრაცია დასრულდება, იშხანი იქნება ის ობიექტი, სადაც ტურისტი შევა, გარკვეულ თანხას გადაიხდის, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იშხანი გადარჩება. იშხანის აღმშენებელი გრიგოლ ხანძთელის დედის დისწული და მისივე მოსწავლე საბა იყო იშხანის პირველი ქართველი ეპისკოპოსი. ამ ტაძრის ეპისკოპოსებს იშხნელებს ეძახიან. საოცარია, როდესაც საუკუნეებს უძლებს ასეთი ძეგლი, ასეთი კულტურული ძეგლი, რომელიც ისტორიულად ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ სამწუხაროდ ტერიტორიულად ამჟამად სხვისია. წლების განმავლობაში ტაძარი მეჩეთადაც იყო ქცეული, დღეს კი იშხანი ასე გამოიყურება.
ამ კონტინენტზე ძალზე პოპულარული იყო ლოზუნგი ერთი კონტინენტი, ერთი ერი. ყურადღება შეკითხვა. დაასახელებ ეს კონტინენტი. როგორ? საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში რასად როდის სხვა რეგიონების მსგავსად ჭიათურაშიც გაიმართა. ტურნირი ინტელექტის დღეს მიეძღვნა. შესარჩევ ეტაპს ჭიათურის მეშვიდე საჯარო სკოლა მიმასპინძლა. მასში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. ტურნირს ქუთაისის ინტელექტ კლუბის წევრი ლევან მჟავანაძე უძღვებოდა. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის რასად როდის ის და ზოგადად ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციისთვის ეს სასკოლო თამაშები განსაკუთრებით რეგიონში, მის გამო რომ რეგიონში ცოტა პრობლემატურია კადრების სიმცილის გამო რასად როდის პოპულარიზაცია. შედეგები როგორც ხედავ საკმაოდ კარგია, საკმაოდ მონდომებული ბავშვებია და რაც უდაოდ სასიხარულოა და ჩემი აზრით დღე ძალიან კარგად ჩაივლის და ბავშვები ასე ვთქვათ ანაბანას გაიცნობიან ინტელექტუალური თამაშებისას. თამაშის სულ 24 კითხვა დაისვა. კითხვები მეცნიერებიდან, ლიტერატურიდან და ისტორიიდან იყო შერჩეული. საკმაოდ რთულ კითხვებს ჭიათურელმა ბავშვებმა თავი წარმატებით გაართვეს. ინტელექტუალურ თამაში რასად როდის ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახური იყო ჩართული. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ჭიათურაში ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი შვიდეული უკვე წლებია ხორციელდება, რომელშიც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლეა ჩართული. ეს გენერალური რეპეტიცია აღმოჩნდა ბავშვებისთვის, ასეთ მასშტაბურ თამაშებში მონაწილეობისთვის, აღნიშნა ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელმა ჯამბულ ყიფშიძემ. შესანიშნავი შვიდეული თავისთავად ინტელექტუალური პროექტია და იდენტურია მთელ რიგ მიმართულებებში ინტელექტუალური თამაშისა რასად როდის და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გენერალური რეპეტიცია შეიძლება იყოს შესანიშნავი შვიდებულისათვის, იმიტომ რომ ბავშვებს აქ უკვე მეტი მრავალფეროვნება შეკითხვებისა ხვდებათ და შესაბამისად მეტ მიმართულებებს გაშლიან და განავითარებენ მომზადებისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს შემადგენლობა ბავშვების და ცხადია რაღაც გარკვეული ნაწილი დიდ წილობით იქნება შესანიშნავი შვიდეულის მონაწილეთა საერთო რაოდენობა, ისინი კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ. არის ძალიან კარგი პროექტი, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით არიან ჩართულები და ეს გამოადგებათ წინს თავიანთ ცხოვრების წინსვლაში. მივესალმები ამ პროექტს და მისასალმებელია ისიც, რომ ჩვენ ქალაქში ჭიათურაში ამ პროექტის გარდა ტარდება ესეთი პროექტი შესანიშნავი შვიდეული. სახეზე ყავს ბავშვები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შესანიშნავ შვიდეულში და ასევე არიან ამ პროექტში ჩართულები. მე ამ ბავშვებს მინდა უსურვო წარმატება, წინსვლა. ინტელექტუალურ თამაში მონაწილე მოზარდთა უმრავლესობა სწორედ პროექტის შესანიშნავი შვიდეულის მონაწილე ბავშვები იყვნენ. ძალიან დაგვეხმარა ამდენი ხნის განმავლობაში მონაწილეობს მართლა შესანიშნავ შვიდეულში და იყო რაღაც დახმარება იქიდანაც. რა ვიცი. ძალიან მობილიზებულები ვიყავით და უფრო ეს შემართებით ვგებოთ კითხვების პასუხის გაცემას და შვიდეულში ამდენი წლის მონაწილეობის შედეგად დაგვეხმარა. საინტერესო იყო ძალიან კითხვების, ჩვენ შევეცადეთ რომ მაქსიმალურად გაგვეცა პასუხები და ყვაყოფილი ვართ და ემედია, რა ვიცი, დაველოდებით შედეგებს. თამაში დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საბოლოოდ გამარჯვება ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს ხვდა წილად. ისინი 24 მაისს თბილისში საქართველოს პირველობას შესარჩევ ტურში გამარჯვებულ სხვა გუნდებს შეეცილებიან. ცხადი კითხვები იყო, ძალიან საინტერესო, აზარტული სათამაშო იყო და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ წინაწილიდან რევანში მქონდა ასაღები წელს და ძალიან ბედნიერები ვართ ახლა რომ მოვიდა. დღევანდელი ტური იყო ძალიან დაძაბული, ბოლო მომენტამდე არ ვიცოდით ვინ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ ქულები, ანუ ძალიან ისეთი შეჯიბრი იყო, სხვების ქულები არ ვიცოდით, ჩვენსაც ვიცვლით, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა რომ გავიმარჯვეთ და ძალიან დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ორგანიზატორებს, ვინაც მოაწყო ეს და ხელს უწყობს ახალგაზრდების ესეთ ინტელექტუალურ წინსვლას. დიდი მადლობა ყველას.
ტურნირი საქართველოს 72 რეგიონში ერთდროულად 26 აპრილს ინტელექტის დღის აღსანიშნავად ჩატარდა. საუკეთესოს გამოსავლენად სხვადასხვა რეგიონების გამარჯვებული გუნდები ფინალში 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დიპლომებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტის ორგანიზატორები საქართველოს ინტელექტ კლუბის, რასადროდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არიან. ინტელექტის დღე საქართველოში უკვე მესამედ აღინიშნა. ქართული ღვინის დაგემონება ფოლკლორული ანსამბლებისა და ჯაზ შემსრულებლების გამოსვლის ფონზე. ახალი ღვინის ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართება. ღონისძიება ყოველ წელს რამდენიმე 1000 სტუმარს მასპინძლობს. მისი მიზანი კი ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. ფესტივალზე დაგეგმილი გვაქვს, რომ ადგილების მიხედვით არის ცოტა შეზღუდვა, 25-მდე კომპანიას უმასპინძლებს და დაახლოებით 50-მდე საოჯახო გლეხურ მარანს. 2013 წელს უკვე 20.000-მდე სტუმარი იყო მოსული, რომელთა დიდი ნაწილი უცხოელი სტუმრები იყვნენ, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები, რომელიც ღვინის ძირითადი მომხმარებლები არიან და ეს ფესტივალი ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას თუ არ. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის კლუბია. ღონისძიებაში ჩართვა დიდ საწარმოებთან ერთად ოჯახური ღვინის მწარმოებლებსაც შეუძლიათ. გაგუათქვით მონაწილეობა მსურველთათვის უფასოა, თუმცა ამისთვის შესარჩევი ტურის გავლაა საჭირო. წარმოდგენილი არის მხოლოდ გლეხებმა ფესტივალში მონაწილეობისთვის 2 მაისამდე ჩვენს ოფისში ვაზაფშავლოს 45-14 სართულზე უნდა წარმოადგინონ თავისი ღვინის, თითოეული ღვინის 2 ნიმუში შუშის ბოთლით და ადგილზე შეავსონ ანკეტა ამ ღვინის დახასიათებაზე. თითოეულ გლეხს შეუძლია წარმოადგინოს სხვადასხვა ღვინის შეუზღუდავად ნიმუშები. შემდეგ ხდება ამ ღვინოების დეგუსტაცია და ის ღვინოები, რომელიც არ იქნებიან დაყენებული ჰიბრიდული ჯიშებისგან არ იქნებიან დაავადებულები, გავლენ შემდეგ ეტაპზე, ანუ მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობას, გლეხებმა ფესტივალისთვის მინიმუმ 10 ლიტრა ღვინო უნდა წარმოადგინონ და რაც თავარია ახალი ღვინის ფესტივალის იდეა რაც არის, ეს უნდა იყოს მხოლოდ 2013 წლის ღვინოები და რაღაც მე გადაცემა. ფესტივალის ორგანიზატორი განმარტავს, რომ ოჯახური ღვინით არაერთი ტურისტი და უცხოური კომპანია ინტერესდება. ზაზა გაგუა ამბობს, რომ ოჯახური მარნებისთვის ფესტივალში მონაწილეობა დიდი სტიმულია. ის მარნები, რომლებიც წარმოადგენილი ხდებიან, შემდეგ ხდებიან პოპულარული, ხდება კონტაქტების გაცვლა, ახალი ტექნოლოგიების, ახალი ინფორმაციის გაცვლა და ძალიან ბევრისთვის ეს გახდა, რომ საოჯახო პირველ წლებში წარმოადგენილი იყვნენ საოჯახო მარნები და მეორე მესამე წელს როგორც ღვინის კომპანიები ისე გადაკეთდნენ, იმიტომ რომ იპოვეს თავისი პარტნიორები, ექსპორტიორები სხვადასხვა ქვეყნებში და აი ამ ხრივ გლეხებისთვის ეს იქნება ძალიან პირიქით დამატებითი სტიმული, რომ თავისი ღვინო გააცნონ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს, მთელ სოფლიოს და ამიტომ ეს საეტაპო მათთვის ღვინის წარმოებისთვის. ახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციულად მაისში გაიმართება. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღვინის მოყვარულებს 24 მაისს უმასპინძლებს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. ორგანიზატორები სამომავლოდ ფესტივალის გაფართოებას და მის სხვა ადგილას გადატანას გეგმავენ. როგორც ამბობენ, ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრების დატევა უჭირს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. თავისი მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა ჭიათურის ჭიათურამ და საფეხბურთო კლუბ საბურთალოს უმასპინძლა. მატჩი თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონზე ფრედ 0-0 დასრულდა. მოგებამდე სამკულაზე შეგვეძლო მოგებო, მაგრამ ასიზონ ფეხბურთია, ყოველთვის ვერიგებ.
საკმაოდ უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მეორე ნახევარში არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. გოლის გატანა როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს შეეძლო, თუმცა 90 წუთის მანძილზე ეს ვერცერთმა მათგანმა მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი მეორე ტაიმი კოკის პირველი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა. ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდთან ჰქონდა რთული თამაში იქნებოდა გასვლაზე. კლიმატურია ეს წვიმას და ეს ამ თამაშს თვითონ ხელს უშლიდა ფეხბურთის თამაშისთვის, მაგრამ ბრძოლა და რაც იყო თავდადება იყო მინდორზე, სანახ მომენტებიც იყო ორივე გუნდის შესრულები და მე ვფიქრობ, ფრე ლოგიკური დასასრული იყო ამ თამაშის. საფეხბურთო კლუბმა ჭიათურამ მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 25 შეხვედრა გამართა და 39 გოლის მოგროვება შეძლო. რაც საშუალება ჰქონდა, მე მგონი ნორმალური შედეგია. მეტი საშუალება ჩვენ არ ჰქონდა და რაც იყო საშუალება და როგორც მოვემზადეთ, მე მგონი ნორმალური შედეგია. სამი თამაში დაგვრჩა. ხო და რა ვეცდებით რომ მაქსიმალური ქულები ავიღოთ და მიმდინარე ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ ჭიათურას 3 შეხვედრა დარჩა გასამართი.